მარტ დე ფლორიონი იყო ცნობილი კურტიზანი მე-19 საუკუნის ბოლოს პარიზში და მისი საყვარლები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და იმ დროის წამყვანი ხელოვანები. თუმცა დღეს მას ყველაზე მეტად მისი მდიდრული პარიზული ბინის გამო იხსენებენ, რომელიც აღმოაჩინეს 2010 წელს, თითქმის საუკუნის განმავლობაში შეხების გარეშე დარჩენის შემდეგ. შემომიერთდით, როცა გავეცნობით მის ცხოვრებას და მის ბინასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. ქალი, რომელიც ერთ დღეს მარტ დე ფლორიონად გახდებოდა ცნობილი, დაიბადა როგორც მატილ დე ლუაზ ბეჟირონი 1864 წლის 9 სექტემბერს პარიზში. ის იყო ჟან ბეჟირონისა და ანრიეტ ელუაზ ბარას უფროსი ქალიშვილი. მისი მშობლები განსაკუთრებით შეძლებულები არ იყვნენ და მატილდე თინეიჯერობის ასაკიდანვე ქარკვეში შეგირდად მიაბარეს. მათილდეს ორი ძმის გარდაცვალებაც მათი შედარებითი სიღარიბის ნიშანი იყო. ჟიულ ლუი ბეჟირონი და ჟიულ ბეჟირონი ჩვილ ასაკში გარდაიცვალნენ. მათილდეს კიდევ ერთი და ჰყავდა, ანრიეტ ჟოზეფინი, რომელიც ბევრად დიდხანს იცოცხლებს. მიუხედავად იმისა, რომ მათილდემ შეიძლება თავისი სამუშაო ცხოვრება ქარგვის ოსტატთან შეგირდობით დაიწყო, როდესაც მათილდე მოზარდობის ბოლო წლებს მიუახლო და ზრდასრულობისკენ წავიდა, მიხვდა, რომ შეძლებდა უფრო სოლიდური შემოსავალი ქონოდა კურტიზანად მუშაობით აყვავებულ საფრანგეთის დედაქალაქში. იმ დროს კურტიზანი იყო ქალი, რომელიც ურთიერთობას ამყარებდა სხვადასხვა მდიდარ კლიენტებთან, ხშირად პოლიტიკურ, ბიზნეს ან კულტურულ წრეებში. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში პარიზში მრავალი ცნობილი კურტიზანი მუშაობდა. ქალაქი, რომელიც აყვავდა როგორც მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი და რომლის მორალური ნორმები ბევრად უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე იმ დროის თითქმის ნებისმიერ სხვა ქალაქში. მიუხედავად მატილდის შემდგომი ცნობადობისა, არსებობს პირველწყაროების ნაკლებობა მისი ადრეული საქმიანობის შესახებ, როგორც კურტიზანი 1880-იან წლებში. მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ როგორც ბევრი სხვა, ისიც შეამჩნევდნენ ქალაქის ცნობილ კაბარეებში და რესტორნებში, როგორიცაა მონტლანჟ რუჟი და ლე ფოლი ბერჟერი. ცხადია, მისი შესანიშნავი გარეგნობის წყალობით ის ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი და 1880-იანი წლების შუა პერიოდში უკვე გამორჩეული კურტიზანი იყო ბელ ეპოქის პარიზში. ალბათ მატილდის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბანკირთან, ოგიუსტ ალბერ დე გასტონ ფლორიან მოლართან. ეს მოხდა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პარიზის კურტიზანი იყო და მხოლოდ 17 ან 18 წლისა იყო. ამ ურთიერთობის დეტალები ბუნდოვანია, მით უმეტეს, რომ მოლარი იმ დროს დაქორწინებული კაცი იყო. ასევე, როგორც ჩანს, მან თავისი კურტიზანის სახელის შესაქმნელად მისი ერთ-ერთი შუა სახელი გამოიყენა. ის ცნობილი გახდა როგორც მარტ დე ფლორიონი და ეს სახელი მას დარჩა მას შემდეგაც, რაც მათი ურთიერთობა დასრულდა. ასევე ჩანს, რომ მათ ორი შვილი ჰყავდათ ერთად. თუმცა ამ ორი ვაჟის ზუსტი მამობა გარკვეული არ არის. ბიჭი სახელად ანრი დაიბადა 1882 წელს, ოქტომბერში, მაგრამ ის ჩვილობაში გარდაიცვალა, როცა მხოლოდ 3 თვის იყო. ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 1884 წლის აპრილში, დაიბადა მეორე ვაჟი, რომელსაც ასევე ანრი დაარქვეს. მან გრძელი ცხოვრება იცხოვრა და როგორც მისი ერთადერთი ცოცხალი შვილი, ის შემდეგში მარტეს ისტორიაში როლს ითამაშებდა. შეიძლება ითქვას, მარტეს ყველაზე ცნობილი ურთიერთობა ჰქონდა ჟორჟ კლემანსოსთან, რომელიც თანამედროვე საფრანგეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის პირველად პოლიტიკაში ჩაერთო საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. და იქიდან მან ნელ-ნელა დაიწყო აღმასვა და ბოლოს 1906 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. მან ეს თანამდებობა 1909 წლამდე ეკავა, შემდეგ კი მეორე ვადით მსახურობდა 1917-დან 1920 წლამდე. იგი ცნობილი იყო ფრანგული დელეგაციის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომი დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პოლიტიკის სათავეში იდგა, კლემანსო ასევე კულტურული ადამიანი იყო, რომელსაც კლოდ მონე ახლო მეგობრად ჰყავდა. ამიტომ ის მოძრაობდა იმავე არტისტულ წრეებში, ბელ ეპოქის პარიზში, როგორც მარტი. ამ კონკრეტული ურთიერთობის დეტალები ნამდვილად მწირია. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ან ცოტა ხნით ადრე, ან მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც კლემანსომ თავის პირველ და ერთადერთ ცოლს, მერი პლამერს, 1891 წელს, ძალზე დაძაბული განშორების შემდეგ გაშორდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში მარტის სილამაზე მთელ პარიზში ცნობილი გახდა და ის გამოჩნდა გაზეთების ლე სუპლემანის და ლა ჟუსტის გვერდებზე, ორი გაზეთი, რომლებიც კლემანსოს ეკუთვნოდა. ალბათ მარტის ყველაზე აღიარებული ურთიერთობა დღეს არის ის, რომელიც მან მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიელ მხატვარ ჯოვანი ბალდინისთან დაიწყო. ბალდინი წარმოშობით ფერარადან იყო, ჩრდილოეთ იტალიიდან, მაგრამ ის პარიზში გადავიდა 1872 წელს,
როცა 30 წლის იყო. იქ მან თავი დაიმკვიდრა, როგორც მნიშვნელოვანი პორტრეტისტი და ლანდშაფტების მხატვარი. და შედეგად, როცა პარიზის გამოფენა გაიმართა 1889 წელს, ბალდინი ნომინირებული იყო, როგორც კომისარი იტალიის წარმომადგენლად. შემდეგ მან ამისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. ზუსტად როდის შეხვდნენ ერთმანეთს ის და მარტი, ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა დაახლოებით 1897 წელს. როდესაც ბალდინიმ დახატა პორტრეტი მარტის ერთ-ერთი სხვა საყვარლის, რობერ დე მონტესკიუს. მათი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და სწორედ ამ დროს ბალდინიმ დახატა მისი პორტრეტი, რომელიც ბოლო დროს მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახდა. ცხადია, ბალდინიმ მარდეს პორტრეტი აჩუქა, როგორც კი დაასრულა იგი. მაგრამ როგორც ჩანს, ამის შესახებ სხვას არავინ იცოდა და როგორც ვნახავთ, ის მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მის ძველ ბინაში პარიზში და მას შემდეგ ბალდინის შემოქმედებისადმი ინტერესი კვლავ გააცოცხლა. მარტე ცხოვრებაში კიდევ არაერთი ურთიერთობა ჰქონდა პარიზისა და საფრანგეთის საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი იყო რობერ დე მონტესკიე. მისი მეშვეობით, როგორც აღინიშნა, მან სავარაუდოდ ბალდინი 1890-იანების ბოლოს გაიცნო. მონტესკიე ესთეტი იყო, რომელიც ცნობილია სიმბოლისტურ პოეზიაში, პიონერული საქმიანობით და როგორც ხელოვნების კოლექციონერი. ფრანგულ საზოგადოებაში იგი ცნობილია როგორც დენდი. იგი ცნობილი იყო როგორც მარსელ პრუსტის შედევრის „დაკარგული დროის ძიებაში“ ერთ-ერთი პერსონაჟის შთაგონების წყარო. ასევე მიიჩნევა, რომ იგი ოსკარ უაილდისთვის შთაგონების წყარო იყო რომანის დორიან გრეის პორტრეტის მთავარი პერსონაჟის შექმნისას, რომელიც გამოქვეყნდა 1891 წელს, რამდენიმე წლით ადრე, სანამ მარტი და რობერი ურთიერთობას დაიწყებდნენ. მისი სხვა გამორჩეული სასიყვარულო ინტერესებიც ფრანგული პოლიტიკის სამყაროდან მოდიოდა, ზუსტად ისე, როგორც კლემანსო. მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა როგორც პოლ დე შანელთან, ასევე πιერ ვალდე გრუსოსთან. ვალდე გრუსო იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1899 წლიდან 1902 წლამდე. მათი ურთიერთობის მრავალი წლის შემდეგ კი დე შანელი 1920 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, თუმცა მისი ვადა ერთ წელზე ნაკლები გაგრძელდა. ასევე იყვნენ სხვაებიც. და მარტი გამორჩეულია იმით, რომ ამ ეპოქის ამდენ წამყვან პოლიტიკურ ფიგურასთან ჰქონდა რომანი. 1890-იან წლებში მარტი უკვე აღიარებული იყო პარიზის საზოგადოებაში და მან სხვა სამუშაოც იპოვა კურტიზანობის გარდა. მაგალითად, ის ფაქტობრივად წარმომადგენელი იყო ახალბედა მოდის სახლების, ბეკჰოფ დევიდისა და დოიერისთვის და პარიზში სეირნობისას მათ კაბებს ატარებდა ფაქტობრივად ერთგვარი ბელ ეპოქის მოდელის როლში მუშაობდა. მისი ხელწერა გახდა თეთრებში ან ღია კაბებში ჩაცმა, ზუსტად ისე როგორც ბალდინიმ დახატა იგი. და პარიზის საზოგადოებაში მას აკაციების ვენერას სახელით იცნობდნენ. მისი ცხოვრების განმავლობაში მარტი ბევრ თავის საყვარელსა და კავშირს ხვდებოდა მდიდრულ ბინაში, რომელიც მას სენის მარჯვენა სანაპიროზე ჰქონდა. ბინა მდებარეობდა მეოთხე სართულზე, სკვერ ლა ბრუიერის ნომერ 2 სახლში, ახლადაშენებული წმინდა ელიზაბეთის ეკლესიის მახლობლად, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აიგო. ეს იყო შთამბეჭდავის სივრცე, რომელიც 1500 კვადრატული ფუტის ფართობი ჰქონდა. აქ მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ის მასპინძლობდა თავის კლიენტებს და ზოგჯერ კი უხდებოდა დაუმორჩილებელი კლიენტები მის პირად მცველებს გაეძევებინათ. ნაცვლად ჩანს, რომ სულელებს არ ინდობდა და 1903 წელს ჟურნალ ლან ლინდისკრეტში მას ასე ახასიათებდნენ: შეძლო კაცის კასტრაცია ერთი დამცინავი ტუჩის მოჭუდვით. როცა მისი სიმდიდრე იზრდებოდა და წელიწადზე აქ ატარებდა, მარტამ ბინა მდიდრულად მორთო. ხშირად ანტიკური, მე-18 საუკუნის ავეჯით, რომელიც ფრანგული ისტორიის ანსიენ რეჟიმის, ანუ რევოლუციამდე პერიოდის დროს იყო დამზადებული. კედლები მორთული იყო ნახატებითა და ფერწერული ნამუშევრებით, რომლებიც მას ბელ ეპოქის წამყვანმა მხატვრებმა და ხელოვანებმა აჩუქეს, მათ შორის მისი პორტრეტი, რომელიც ჯოვანი ბალდინიმ დაბოლდა. მოოქროვილი სარკეები, ძვირფასი გობელენები და მდიდრულად ნაქარგი ხალიჩები ამშვენებდა კედლებსა და იატაკებსაც. ეს ძალიან მდიდრული სივრცე იქნებოდა, თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ როგორც ვნახავთ, ეს კიდევ უფრო დიდ სანახაობად იქცა, უფრო ახლო წარსულში. საბოლოოდ მარტა მრავალი წლის შემდეგ აქ გარდაიცვალა. მას უკვე დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურტიზანის რეპუტაცია და 1910-იანი წლებიდან დაწყებული სულ უფრო მშვიდად ცხოვრობდა. ის დაბრუნდა თავის დაბადების სახელს, მატილდ დე ბეჟირონს. მისი გარდაცვალება მოხდა 1939 წლის 29 აგვისტოს, რამდენიმე დღით ადრე ვიდრე მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა შორს აღმოსავლეთში, პოლონეთში. იმ დროს ის 74 წლის იყო. საინტერესოა, რომ ზუსტად იმ ომმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მისი ბინის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაში.
როცა ის გარდაიცვალა 1929 წელს, მარტი ცხოვრობდა თავის ბინაში, Square La Bruyere-ზე, ერთადერთ გადარჩენილ შვილთან, André Bergeron-თან, რომელიც თავადაც იმ დროს 60 წელს უახლოვდებოდა. მან ბინა მემკვიდრეობით მიიღო და იქ ცხოვრობდა 1966 წლამდე, როცა თავადაც გარდაიცვალა. მისი ცხოვრების ბოლო წლებში ანრი უფრო და უფრო ჩაკეტილი გახდა და მასთან სტუმრად ბევრი ადამიანი არ დადიოდა. ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბინაში არაფერი შეცვლილა და არც მისი ნივთები გაუტანიათ. სინამდვილეში, რადგან ანდრის სურდა ბინა ისეთივე დარჩენილიყო, როგორიც დედამისის დროს იყო. ბინა ბელ ეპოქის პარიზში ჩასახეთ სარგმად დარჩა. ანდრის ჰყავდა ქალიშვილი სოლანჟი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო თავისი ბებიის ბინა 1960-იანი წლების შუა ხანებში. თუმცა სოლანჟის ისტორია თავისთავად რთული იყო. 1942 წელს, როცა ის მხოლოდ 23 წლის იყო, სოლანჟი პარიზიდან გაიქცა, სავარაუდოდ დაპატიმრების შიშის გამო, რადგან თანამშრომლობდა ფრანგულ წინააღმდეგობასთან. ამ პერიოდში ნაცისტურმა რეჟიმმა დაიკავა საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის ჩრდილოეთი. ის საბოლოოდ გადავიდა საფრანგეთის სამხრეთში, რომელიც ნაკლებად იყო ოკუპირებული ნაცისტების მიერ ვიშის რეჟიმის გამო. მოგვიანებით ის გახდა დრამატურგი, რომელიც ქმნიდა ნაწარმოებებს ფსევდონიმით Solange Beldori. ის აღარასოდეს დაბრუნებულა პარიზში და როდესაც მისი მამა გარდაიცვალა 1966 წელს, როგორც ჩანს, მას არანაირი ინტერესი არ ჰქონია Square La Bruyere-ზე მდებარე ბინის განახლების მიმართ. მან გადაიხადა ბინის მცირე მოვლისთვის, მაგრამ ის ფაქტობრივად ისეთივე დარჩა, როგორიც 10 წლეულების განმავლობაში იყო. Mart de Florionისა და მისი ბინის ისტორია ახალი მიმართულებით განვითარდა 2010 წელს, როდესაც სოლანჟი გარდაიცვალა. მხოლოდ მაშინ, როცა მისი ანდერძის აღმასრულებლებმა ბინის არსებობის შესახებ გაიგეს და იქ შესვლა მოაწყვეს, მიხვდნენ რა იყო 10 წლეულების განმავლობაში ხელუხლებლად დარჩენილი. Mart de Florionis ბინა ფაქტობრივად დროის კაფსულას წარმოადგენდა, რომელიც სავსე იყო ბელ ეპოქის პერიოდისა და ომშორისი წლების ნახატებით, მიმოწერით, სარკეებით, გობელენებითა და სხვა ნივთებით. დეტალურად დამუშავებული ტაქსიდერმიის ნიმუშები, მათ შორის გატენილი სირაქლემა, გვერდი-გვერდი იდგა ძველი მიკი მაუსის თოჯინებთან, რაც მარტის ეკლექტიკურ გემოვნებაზე მიუთითებდა. უდავოდ, ყველაზე გამორჩეული ელემენტი მთელი კოლექციიდან იყო სიყვარულის წერილების სერია, რომლებიც ხელმოუწერელი იყო, მაგრამ მიიჩნევა, რომ ისინი ჯოვანი ბალდინის მიერ იყო დაწერილი, ისევე როგორც მისი პორტრეტი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ იყო დახატული. მრავალი ნივთი საბოლოოდ აუქციონზე გაიყიდა მომდევნო თვეებში. ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი იყო ბალდინის პორტრეტი, რომლის არსებობის შესახებ ხელოვნების სამყაროში თითქმის არაფერი იცოდნენ 2010 წლამდე. ის აუქციონზე 300,000 ევროს საწყისი ფასით იყო გამოტანილი, მაგრამ გაიყიდა 2 მილიონ ევროზე მეტად. ეს ბალდინის ნამუშევრისთვის რეკორდი იყო და შთამბეჭდავი მოწმობა იმისა, თუ როგორ იქცა Mart de Florionis პარიზული ბინა დროის კაფსულად მისი გარდაცვალების შემდეგ, გასული 70 წლის განმავლობაში. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს Mart de Florionზე. იმედი მაქვს მოგეწონათ. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი მის ცხოვრებაზე და მის ბინაზე. თუ სხვა შემოთავაზებებიც გაქვთ, ასევე დაწერეთ კომენტარებში. და იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეწყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. სულ ეს იყო ჩემგან, ასე რომ მომავალ Forgotten Life-ში ისევ გნახავთ ყველას. გმადლობთ.